ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში USAID საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ ფერმერებს USAID-ის წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნეს. პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. კერძოდ გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი წარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი. პროგრამის ფარგლებში გაიცემა 120 გრანტი ჯამში 6 მილიონი დოლარის ოდენობით და მოზიდული იქნება სულ მცირე 14 მილიონი დოლარი თანადაფინანსების სახით. პროექტის ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას მიიღებს ყველა გრანტის მიმღების საწარმო, სარგებლობას მიიღებს სულ მცირე 150,000 ადამიანი. სოფლად პროგრამის ფარგლებში შეიქმნება მინიმუმ 750 ახალი სამუშაო ადგილი. USAID-მა გააკეთა საკონსულტაციო შეხვედრა აგრობიზნესში დასაქმებული და აგრობიზნესის დაინტერესებული პირებისათვის, რათა შეიქმნას სავაჭრო ობიექტები, კომბინირებული ბიზნესი, შესაძლებელია მექანიზაციის კომპონენტით და გაგვაცნო ეს პირობები, რომელიც ამ საგრანტო კონკურსისთვის არსებობს. დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი აპლიკაცია შემოვიდეს გურიიდან, ვინაიდან გაიხსნას ფერმერთა მომსახურების ცენტრები და მექანიზაციის სერვის ცენტრები. დღევანდელი საგრანტო კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ფერმერთა მომსახურების ცენტრებისა და მექანიზაციის სერვის ცენტრების შექმნა და განვითარება. ასე რომ ადგილობრივ აგრობიზნესებს უსურვებ წარმატებას და შეიძლება მეტ აპლიკაციას ველოდებით გურიის რეგიონიდან. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 19,5 მილიონ დოლარში ადგენს, 5-წლიანია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.